სამყარო სიყვარულის ცეცხლის ფილტრი. მამა აბსოლუტის გზავნილი 25 ივნისი 2020 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მოგეყვებით თუ როგორ დაიყენოთ დაცვა არა მხოლოდ ნეგატიური ხასიათის ინფორმაციისგან, არამედ მის მიმართ თქვენი გარემოცვის კრიტიკული განწყობისგან. ყოველ ჯერზე მანამ სანამ ჩართავთ ვიდეოს ან გახსნით სტატიას, რომელიც მსოფლიო მმართველობის დანაშაულებსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს ააშკარავებს, თქვენთვის აუცილებელი დაიყენოთ ენერგეტიკული დაცვა სამყაროს სიყვარულის ცეცხლით და ვსთხოვთ სამყაროს ეციური ძალებს აგეხმარონ შიდა და გაწონასწორებულად რომ მიიღოთ მათში არსებული ინფორმაცია, რათა სასურველ დონეზე შეინარჩუნოთ ვიბრაციები. ეს დაცვა ცუდად განსხვავებული იქნება იმათგან, რომელსაც შეეჩვეთ. ამდენად ენერგეტიკული გარსი, რომელშიც საკუთარი თავი უნდა მოათავსოთ, უნდა შედგებოდეს მცირე უჯრედებისგან, ანუ გისოსებისგან, რომელთა გავლით გაიფილტრება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია სუფთა სახით და დაიბლოკება ის, რაც ატარებს ძალიან მძიმე და ნეგატიურ ენერგიებს. წარმოიდგინეთ მაგალითად ჩაის განფილტრავი, რომელიც ფილტრავს ჩაის ფოთლებს და თქვენ იღებთ სუფთა და არომატულ სასმელს. და აი ყველა აღმაშფოთებელი დეტალი, რომელიც შეიცავს ნეგატიურ ენერგიებს, დარჩეს ამ გისოსებზე, არ შეაღწევს თქვენი ცნობიერების სიღრმეში და მასში დარჩეს მხოლოდ მომხდარის არსი, რაც აუცილებელია თქვენი შემდგომი პრაქტიკული მუშაობისთვის. თუმცა ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის დაცვა მომხდარის მიმართ კრიტიკული განწყობისგან, რომელიც თქვენ ან თქვენი ახლობლებისა და მეგობრების მხრიდან ჩნდება. თუ მესამე განზომილებაში ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენაზე ადამიანების მხრიდან კრიტიკა არის ბუნებრივი რეაქცია და შეიცავს არანაკლებ ნეგატიურ ენერგიებს, შიშს, ბრას, აგრესიასა და განსჯას, თქვენ როგორც სულიერად განვითარებულმა არსებებმა უკვე აღარ შეგიძლიათ მისცეთ თავს ასეთი ემოციების გამორკვევების უფლება. თავდაპირველად თქვენ უნდა ისწავლოთ ხელშეუხლებლად შეინარჩუნოთ თქვენი ენერგეტიკული სივრცე ამ ცხელი თემებზე საუბრებისას. გამოიყენეთ იგივე გისოსებიანი სფერო, რომელიც ამჯერად იქნება ორმხრივი ფილტრი. ის არ შემოუშვებს თქვენს ენერგეტიკულ სივრცეში ნეგატიურ ენერგიებს, რომელსაც თქვენი თანამოსაუბრე ასხივებს და ამასთან ერთად ის დაიცავს მას, რომ თქვენგან არ დაუბრუნდეს ნეგატიური ენერგიები. ამ სფეროსა და სარგისებური ზედაპირის სფეროს შორის განსხვავება ისაა, რომ უკანასკნელი არ იცავს სხვას თქვენგან გასული ნეგატიურ ენერგიებისგან. თუმცა თუ სფერო შედგება მცირე გისოსებისგან, რომლებიც იწერს და ანეიტრალებს ნეგატიურ ენერგიების მსხვილ ნაწილაკებს, თქვენ და თქვენი თანამოსაუბრე არ მიიღებთ ამ ენერგიების ზედმეტ დოზას და საუბარი ჩაივლის უფრო დადებითი კუთხით ზედმეტი ემოციებისა და ნერვების გარეშე. იმისათვის რომ თქვენი დაცვის დადებითი ეფექტი გააძლიეროთ, ავსეთ თქვენი სფერო ამაღლების ენერგიით, რომლისათვისაც აარსებობს წინაღობა და რომელიც იცირკულირებს არა მხოლოდ თქვენი სფეროს შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ის გაწმენთ თქვენს გარემომცველ სივრცესა და ადამიანებს. მე დარწმუნებული ვარ, ჩემო ძვირფასებო, რომ სწრაფად დაითვისებ დაცვის ამ ახალ მეთოდს და იგრძნობთ მის უპირატებას არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლებისთვისაც. გლოცავთ და მიყვარხართ განუზომებლად, მამა აბსოლუტი საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა კოჩი. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.